აჭარა თანამშრომლობა განვითარებისთვის ბათუმი დონორთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. გახსნის ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რა ხდება ახლა და რა საკითხები განიხილება ფორუმზე? შერატოვიდან პირდაპირ ეთერში ირინე წუწუნავა ისაუბრებს. ირინე, გისმენთ. დიახთეონა კონფერენციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის რეგიონში დონორი ორგანიზაციების მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებს აჯამებენ, ასევე მსჯელობენ მის შედეგებსა და იმაზე, თუ რა კუთხით გაგრძელდეს თანამშრომლობა აჭარის რეგიონთან. მე რამდენიმე პროექტს გამოვყოფ, რომელიც რეგიონში უკვე ხორციელდება. ეს არის KfW-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც რეგიონში პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს, თუმცა პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. საერთო ჯამში დღეს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს დადებითად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. აჭარა არის შესანიშნავი ადგილი, სადაც ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ცვლილებები თვალშისაცემია. აჭარაში მრავალი მიმართულებით საქმიანობთ. ჩვენი მიზანია უზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა საქართველოს რეგიონების პატარა ქალაქებში. ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ფერმერებს, რადგან ეს წარმოადგენს რეგიონის განვითარების ნაწილს. დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა არჩილ ხაბაძემ პარტნიორებს რეგიონის პრიორიტეტები გააცნო, კონკრეტულად კი დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მინისტრებმა მიაწოდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დონორი ორგანიზაციების მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტების წარმატება და თავად რეგიონში დონორი ორგანიზაციების შემოსვლა პირველ რიგში დადებითად რეგიონის საინვესტიციო გარემოზე აისახება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში ჩატარდეს კვლევა, თუ ზოგადად რა უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და ეს კვლევა მოგვცემს იმის საშუალებასთან ნათელ მაგალითს, თუ რა მიმართულებით უნდა დავეხმაროთ მცირე ბიზნესს. აქვე დავამატებდი იმ მიმართულებას, რომ გაეროსთან შევთანხმდით სოფლის მეურნეობის განვითარების ნაწილში მოხდეს სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგების შესწავლა, რომელშიც ესე ვთქვათ, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება განვიხილოთ ისეთივე თანამონაწილეობა სესხის ნაწილში და პროცენტის სუბსიდირების ნაწილში, როგორც ხდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მიმართულებით. ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, ასევე ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მხედველობაში და ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება და ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი ყველა დონორისათვის და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს დღეს. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნობიან. ისინი ქობულეთში აგრო სერვის ცენტრში გაემგზავრებიან. რაც შეეხება თავად კონფერენციას, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია აჭარაში უკვე მეოთხედ იმართება და მას დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გარდა დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.